ხალხო კარფურში შემოვდიოდი. ხო და ხო იცით ესე გასასვლელში კარი რო იღება ესე რკინის. ეს რკინის კარი გაიღო. ხო და კინაღამ ბავშვს მოხდა სახეში და ეგეთი რეაქცია მქონდა დავიჭირა და ქალი გამოდიოდა ესე გვერდზე მოდიოდა და დამეხმარა ის ქალი და დაცვა რო დგას და იმის გვერდზე ერთი თანამშრომელი ბიჭი დაიწყეს სიცილი და იხეოდნენ სიცილი. ანუ აი თავი შევიკავე რო არ მივე და მერეც რო ჩავიარე რაღაცას უყვება ამ ამბობს და კიდე იცინის პროსტა როგორი იყოს ადამიანი ქალითან მეორე ბიჭიც იყო გაი იმას მოირიდა წამოვიდა აქეთ და იხედებოც და მოკრძალებული ხო ეს არა ეს უზრდელი არა ეს ქალი დამეხმარა აი ესეთი თავხედი თანამშრომელი დაცვის ყავს არქურის იმის ფილიალს თორნიკერის თავში მივიდა იტყვის მაღაზია არ ვიცინოდი მაგრამ ზუსტად დავინახე რომ მაღაზია იცინოდა ანუ რომ დაინახა ეს ინციდენტი გული კი არ იმასქნა შეუწუხდა მაღაზია დაიწყო სიცილი ქალმა კაი თვით საპატია ისე გამწარდი ამაკანკალა ყველაზე მეტად ბავშვია და პატარაა და ამ ხელა ქალი იმაზე იცინი ხარ რომ სახეში კინაღამ ბავშვს მოხვდა და დედა შეშრა შენ დაცვა ხარ და იგი იმიტომ დგახარ რომ ესეთ რაღაცებში თუნდაც რეაგირება გქონდა და შენ კი დგახარ და იცინი ხარ და მე სხვებს უყვები ამას სასაცილო ამბად ძალიან მაგრატ ეხავს და ის ბიჭიც იცინოდა ვისთან ერთად იდგა პატარა ბიჭი იყო მაგრამ ის უფრო პატარა იყო ასაკით და იმას უფრო ვაპატიებ და მოერიდა მე რომ შევხედე რომ შეახმათ სიცილები და წავიდა ის და ეს ნაგლი მეორეს უყვებოდა ამას კიდე მეორეს უყვებოდა ამ ამბავს და კიდე იცინოდა პროს წარმოიდგინე ახლა როგორ წამს შეხედე? გადასაწყვეტს არ მაქვს. არ მაქვს. დასასწია უცველია, ნახე? ნახე რა წყალი ჩამოდის. ადრე უნდა წამოვიდე. ცუდი წალი. არა უშავს, ეხლა ხალ წამოვიდე. არა უშავს. ახლა რა საყვარელი ხალხო. ძაღლის ნაკვალევიც რო ეთყობა. ამას ახლა მთლიანად თქვენთან ერთად ვერ შევჭამ, იმიტომ რომ მე და ჩემმა შვილმა ანიმეს უნდა ვუყუროთ და იქ უნდა ვჭამო, მაგრამ თქვენთან ერთად აუცილებლად გავსინჯო. ეს არის ლაფშა, რომელიც ზოგს ძალიან უყვარს და ზოგს საერთოდ არ უყვარს. ჩხირებით ხალხო ვერაფრით ვერ დავამუღამე, კომფორტულად ჭამა. სულ წვალობ ხოლმე და ამიტომ ჩანგლით ჭამ, თუმცა მგონია რომ თუ დამუღამებ ჩხირებით ბევრად უფრო გემრიელია. აი როგორც ხინკალი ხელით. ანიმეს უნდა ვუყუროთ და ახლა წავიღებ ამას ერთი ლუკმაც თქვენთან ერთად და ეს უნდა ჭამო, ხაბერთა ისეთ ცხელია, სრემი წამომივიდა. ეს უნდა ჭამო ნელა და უნდა ჩატკბე. თავის სოუსში მაქსიმალურად უნდა ამოუსვა. დავამატე კიდე სოკო, ესპანახი, ჯანჯაფილი და მწვანე ხახვი. ის არ მქონდა. კუნჟუტ როგორ არის ქართულად? სეზამის მარცვლები თორე ეგეც არ ხდება. წვიმს ხალხო მთელი ღამე ისე ლამაზად წვიმდა როგორ მიყვარს
27 თებერვალი. ღმერთო რა ლამაზია. დღეს მთელი ღამე წვიმდა. გაუთავებლად წვიმდა. და მთელი დღეც წვიმდა. ეხლა დაიწყო ცოვა. რა ლამაზია ღმერთო როგორ მიყვარს. რა კაი ცოვლია. ნახე, დედას ნაკვალევი უყურე? ჩემი. ევასი ხო, პატარა, აი ევასი. აი. ჩემი პატარა. დედა ხელი, ევასი. მოდი შენს დედა ხელი. აი. შენ აქთადე. ფოტოდა. შვილი დედა და მამა. ბონის თათი? და ოტოსი. დასვერდები. უნდა თორი ბაბა გაიგე. არა, ეხლა ვერ გავაკეთებ ღამეა. გილოცავთ გაზაფხულს. მე ფრჩხილებს ვიკეთებ. ოღონდ ისი არა, წინაზე რო გავიკეთებ წავიშორე, არა. აღარ წავიშორებ. ორივე ხელზე გავიკეთებ აუცილებლად. კი, მინდა რომ გამეზარდოს და მქონდეს ჯამრთელი ფრჩხილები, მაგრამ მომენატრა ხალხო ეს ბრჭყალები და რა გავაკეთო? და თან თითქოს მიხვდი ეს შუალედურები მე არ მომწონს მოკლეები. აი ბრჭყალები უნდა იყოს, ბრჭყალები. და ესენი მიყვარს, მე ბრჭყალები მიყვარს. ყველას გილოცავთ გაზაფხულს. რა მაგარია, ღმერთო მადლობა რომ ვართ. რომ ამ გაზაფხულზე აქ ვართ, აი შენ რომ მიყურებ, რომ ისმენ, მე რო გელაპარაკები და აქ ვართ, ღმერთო რამხელა ბედნიერება და რამდენი ადამიანი რას არ მისცემ და მისი საყვარელი ადამიანი რო ესე აქ იყოს ჩვენ, როგორც ჩვენ ვართ ახლა ერთად, აი რამდენი ადამიანი რას არ მისცემდა პროსტა ამისთვის. და ჩვენ კიდე ეს გვაქვს და როგორ შეიძლება რომ ეს არ აი პროსტა როგორ შეიძლება რომ ეს არ დავაფასოთ, აი რა დონის უმადურები უნდა ვიყოთ, წარმოგიდგენიათ? ეს რო არ დავაფასოთ. და სიბული მაქვს სახელმწიფო ციკლი მაქვს. კატასტროფულად. არაფერი ბევრი არ მიჭამია, ვიდრე ჩვეულებრივად ისევ დეფიციტში. ახალი წლის მერე ფაქტიურად შენარჩუნებაზე ვიყავი და ახლა ისე წავედი დეფიციტში. ოღონდ ძალიან პატარა დეფიციტში, რომ ძალიან ნელა დავიკლებ მაგ დეფიციტით. არ ვიცი შეიძლება არც დავიკლო. ან ძალიან ნელა. მაგრამ ეგ არის ყველაზე სწორი გზა. ვდოლგვი ვისაც უნდა ძელვადიანი შედეგები და ვისაც უნდა დღეს დაიკლოს და ხარ მოიმატოს, არა აბაზარი იყოს 800 კალორიაზე. მაგრამ როგორ არა აბაზარი, რაც მე მაგას ვამტკიცებ ყველგან, მაგრამ არ ესმის ხალხს და ეხლა ვიღაცა ეტყვის რომ წამოდი და გაკლებინებ 15 კილოს ორ კვირაშია და ის ურჩევნიათ იმ ჯანსაღს და სწორს. რაც ძალიან ცუდია. ანუ თავარი არ არის სისწრაფე, თავარი არის შენარჩუნებადობა. ეხლა ესენი დავიძეთ ეს ხელები, უნდა დავიბანო, თორე არ გამიკეთდება წესიერი. აი ეს ეხლა არის 3.5 და აი ამას ვაკეთებ დილიდან რავი რომელზეც გავიღვიძე, იქიდან ვიკეთებ ამას. აჰა, ესე იგი რა ვიყიდე ორ ნაბიჯი. ვეჩხუბე, იმიტომ რომ ამოალაგეს.
ტვიქსი ტკბილცხარე ეს აქციაში იყო. ესეც აქციაში იყო, ესეც აქციაში იყო და ესეც აქციაში იყო და ესეც აქციაში იყო და ესეც აქციაში იყო. ძალიან მინდოდა მაინც ვიყიდიდი ამას, მაგრამ აქციაში იყო. ჩემი საყვარელი პური, ბარონი, აი რომელ პურს ჭამოდა, იგი რამაც ჭამ. ეს პური კიდე. კიდე აგერ ეს. და ახალი კიდე ქათამი. აი, ხო, ეხლა მოკლედ ისა ქათამი უნდა იმას ვქნა. შევწვა და გავატყავ და შევწვა მერე. შეგავატყავ და მერე შევწვა. ესე ქათამო. საწყალო ქათამო. Coffee. ესე ყიდა ევამ ხალხო. რა ქვია მაგას? იოგურტი, კერდა ხაჭო. რბილი ხაჭო. გადავეჩვი ამ შხილების რამის გაკეთებას. რა იცოდეთ? Ramin ცოდეთ რა? გადავეჩვიეთ შხილების რამის გაკეთებას. რა ქონიანი. საწყალე ქათამი. ამის გარეშე ვაპირებო შევწვა. კანის. რა ობონჭკა შენი მოგივიდა დედა ჩიჩიასი. ჩიჩიაგინე დედა. აბა გააქვთ გაზაფხულის შეგრძნება? რო გაზაფხულია? გიხარიათ? ჯერ ვერ გრძნობ. მე უკვე რამდენი ხანია ვგრძნობ გაზაფხულს. თებერვალი რო დაიწყო იქიდან უკვე გაზაფხულს ვგრძნობ. ხარში უკვე გაზაფხული იდგა. თუმცა იმაში რა ქვია კალენდარზე ზამთარი იყო. და ბოლოს თებერვალმა თქვა, ზამთარმა თქვა, ეგრე არ უნდაო და თავი გამოუშვა. გადი აქედან. ნუ ეპოტინები აქაურობას. კატები რა დღეში არიან ხალხო? თან მარტი დაიწყოთ ოფიციალურად და
ბარონი. თავგიჟდი ისე მომეწონა მე ყური. რომი რა გინდა? კატა. ვერ ხედავთ სად არის ამას. გადი კაცო აქედან, სანამ მიყავი თავი. Balada met atrasaketne basakoskia moiskaaga. Zapikri arastros momtsindeva. Chemosoko. Ulisardo hoirasat tutikha. Soko. Ulisardi soko da. Soko da ikna ulisardi. I love Sana Library, so I don't know how Paprika. I'm going to cut this one in conda. I don't know it over. Robot chance. Come on. I'm going to use my garlic. Waffle. Yashkino. I'm going to do a kutas,
საბუდა ყოფილები, მაგრამ მიზეზია ორ საბუდა. Zirgotun. 32 gırım. ხალხო, ნახეთ, ქათამს პირდაპირ მნიშვნელობით ტყავი გავაძრე. ნახეთ როგორ შეყვეთ. ეს მე ჭხილები მომენატრა. უფრო გაგრძელი გავიკეთე, ვიდრე მქონდა ხოლმე. თუ ამჩნევთ. და. გოგოშკებო, არ ვიცი თქვენს ესე ხართ თუ არა. მაგრამ პირადად მე ესე იგი ციკლის პერიოდში აი ყველაფერი მეზარება კი არა, აი როგორ გითხარით, მეტი ძალისხმევა მჭირდება ჩემ თავთან რომ გავაკეთო. აი არ ვიცი დღეს გავიღვიძე და თავში რაღაც გადამიტრიალდა რომ ფრჩხილები უნდა განა. მერე ფრჩხილები რომ გავიკეთე, წავედი, ქათამი ვიყიდე, შევწვი, ანუ თვითონ და ხო ვაკეთებ არა რაღაცას, მაგრამ გეუბნებით რომ აი სულ სხვანაირი ხერკაი სოკოა. სულ სხვანაირი ძალისხმევა მჭირდება რაღაცნაირი ამ დროს მეტი თავისთვის ძალის დატანება. არ ვიცი ეს ვისაც ADHD გვაქვს მარტო იმას გვაქვს თუ ყველანი ასე ვართ. არ ვიცი, დამიწერეთ აბა. განსაკუთრებით კი საღამოსკენ. ეხლა მაგალითად ეს სოკო მაქვს დასაჭრელი და მენა ისე მეზარებოდა. რამდენი ხანი ვდებდი. წაღანი ყო ჩამბალი წყალში. ეხლა გამდინარეში უნდა გავრეცხო. ვიამ გამირჩია, მაგრამ ცოტა შეყოლილი მაინც აქვს რაღაც ისინი და მიწასავით ისინი და აი რა ვიცი რაღაცა მიწაში რაც მოდის არ შემილია რომ ძრამისი არ გავრეცხო ხოლმე რა. რა ვიცი. ხამაც გავრეცხავ და საუშუშავ ბავშვებს სოკოს. მაინც საკუთი სოკო მინდა თორნიკე. რა გინდათ მეთქი რა და სოკო. ანუ ის მინდა რაც ყველაზე მეტად გავს სოკოსო. და სოკოს ყველაზე მეტად გავს სოკო. ჩაშუშული. გუშინ გავაკეთე სოკოს ფლავი, ანუ შილა ფლავის პონჩი რა. ახლა რა თქმა უნდა შილასთან ვერ მოვა. ისე კეთდება შილა, მაგრამ მაინც სანგემრიელი იყო რა. ვინც მარხვაზე ხართ, შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ძალიან მარტივად ვაკეთებ, ანუ შუშავ სოკოს. სოკოს ძალიან ხდება კარაქი. მე საერთოდ კარაქში ფაქტიურად არაფერს არ შუშავ ხოლმე, მაგრამ ძალიან ხდება სოკოს კარაქი და ამიტომ სოკოს შუშავ ხოლმე კარაქში. ის იშვიათი რამეა, რასაც მე შუშავ კარაქში. გოგეს გარაშა არ ყავდა სასერფი. წეღან რომელიც ქონდა ის სად არის? წეღან რო ის ქონდა ჩარჭობილი იყო კოქტეილის იმაში. ხო და ის მოვშუშავ მოკლედ სოკოს და ხავს ერთად და მერე
დავასხავ, დავაყრი გრძელბრინჯ ბასმათი რო არის. მაგას ასევე მაქვს ხოლმე სანელებელი, რა ქვია მაგ სანელებელს, ფლავის საკმარზე გუშინ გამითავდა. ძალიან უხდება, აი ძალიან უხდება. მაგას გავუკეთებ. და აი თავზე რომ მოიყენოს წყალი დაახლოებით 1 წრე ეგრე რა. არ არის? იმაზე არ და ჩემი მაგიდა რო ასაც მე მიდევს ლეპტოპი, აბა ნახე. ხო და ბოლოს უკვე რომ მომზადდება, მარილად გასინჯავს, თუ აკლია დაამატებ და ასევე დაამატებ შავ პილპილს დაფქულს. მე ისეთი გემრიელია, ისეთი ფანტია, ანუ თავად წყალი ზედმეტი არ გავუკეთოთ. ნუ თუ მაგალითად დააკლდა, გასინჯავთ და ბოლოს იმას სიჯავთ რა. დაამატებთ. თავად ზედმეტი არ გავუკეთოთ, რომ არ გადაფლავდეს და არ ჩაფლავდეს. აი გუშინ გავაკეთე 1 კილო სოკოსი. და всё, გუშინ საღამოსვეთ